ექსპერიმენტალური, უნიკალური და უპრეცედენტო პროექტის პირველი ფინალისტი გუნდი გიორგი დემეტრაძე და ლაშა გურული. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 50-ზე მეტი მატჩი. გადანილი აქვს 10-ზე მეტი გოლი. იგი გახლავთ პირველი ქართველი, ვინც ესპანეთის ლა ლიგაში პირველმა ითამაშა. სხვადასხვა დროს გახლავთ 3 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ხოთ მიესალმოთ ფინალისტ გიორგი დემეტრაძე. ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. სოფლიო ჩემპიონატების 3 გზის მედალოსანი. ევროპის ჩემპიონატებისა და თამაშების 3 გზის ფინალისტი. პროფესიონალურ კარიერაში 2 ბრძოლა და 2-ვე გამარჯვება. მოკრივე ლაშა გურული. ახლა კი გუნდი გიორგი ნავალოვსკი და დადო გრიგალაშვილი. ხუთი სხვადასხვა ქვეყნის ლიგაში აქვს ნათამაშები მას. 2 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი აქვს მოგებული. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 40-ზე მეტი მატჩი. ხოთ მივესალმოთ გიორგი ნავალოვსკი. სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, 3 გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, 2 გზის მასტერსის, 2 გზის გრანდ სლემის და 2 გზის გრან პრის გამარჯვებული ჯუდოკა დადო გრიგალაშვილი. და დადგა ეს ისტორიული დღეც ლიდერბოლის პირველი უნიკალური გათამაშების ფინალის დრო მოვიდა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან გიორგი დემეტრაძისა და ლაშა გურულის წყვილი და გიორგი ნავალოვსკისა და ტატო გრიგალაშვილის წყვილი. მაშასე ეს გახდათ პირველი გათამაშება, რომელმაც გაარკვია ის თუ ქულებზე ვინ იწყებს გათამაშებას და გიორგი ნავალოვსკის ჩაწოდება გახდათ ეს. არაზუსტი და ქულა მიითვალეს დემემ და ლაშა გურულმა 1-0 დაწინაურდნენ ისინი. ფინალიც მე გეტყვით რომ ფინალის გახლავთ 15 ქულამდე ძალიან მაგარი გზა გამოიარეს გუნდებმა ფინალამდე, ძალიან მაგარი შეხვედრები ჰქონდათ და ნამდვილად ღირსეული წვილები არიან. 2-0 დაწინაურდნენ დემე და ლაშა გურული. თუმცა აქ ხა უკვე ერთი ქულა ლაშა ვეღარ ითამაშა, სწორად ბადეს გაარტყამუწია. ერთი ქულა მიითვალეს წითლებმა და გიორგი ნავალოვსკი ჩააწვდის. 2-1-ია ანგარიში დემე მიღებაზე, ლაშა გურული თავით კარგად თამაშობს ბადესთან, ნავალა მიიღო ბურთი, პირდაპირ გადმოიტანა, მაგრამ დემე ადგილზე დახვდა, ისევ ნავალა ძალიან კარგი ბრუნით, ძალიან კარგი დარტყმული ესილეთი ჩვენ რამდენჯერმე ნახევარფინალში ვნახეთ გიორგი ნავალოვსკის შესრულებით. ნახევარფინალზე კი გეტყვით დიდებული ნახევარფინალი ჰქონდათ ნავალოვსკი და ტატოს გურამ თუშიშვილთან და გიორგი კინკლაძესთან და აი ხედავთ აქ გიორგი ნავალოვსკის კარგ თამაშს ახლა ბადესთან, ტატომ კარგად დაუმუშავა ბურთი გიორგი ნავალოვსკის და უკვე ნავალას მიღებაც და დარტყმაც ძალიან კარგი იყო. ათანაბდა ანგარიში 2-2. მე მგონი არ არის პრობლემა, მე მგონი წიწრება უნდა ჩააწოდონ, კი ბატონო, გაერკვა 2-2 ანგარიში და აწვდია წიწრება გიორგი ნავალოვსკის ჩაწოდებაზე. კარგად აწვდის, გიორგი დემეტრაძეს გაუჭირდა მიღება და 3-2 დაწინაურდნენ წითლები.
დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იქნება. ისევ ნავალას ჩაწოდება. მე მიიღო, ლაშას უკვე ფეხით გადააქვს, ბურთი ბეტოქის ნახევარზე, ნავალოვსკის მუხლით. აქ ცოტა დაიბნენ, დემე და გურული ვერ გაარკვიეს, ვის უნდა დაერტყა ბურთი, მაგრამ მაინც მოახერხეს ის და ნავალა გადმოცდა ბადეს, რაც ფულად ეთვლება მეტოქეს, თუნდაც ჩავარდეს ბურთი და 3-3 ანგარიში. საკმაოდ ბევრი, ის არის რა ქვია, საუბარია, როგორც ხედავთ მეტოქებს შორის. დემე აწვდის და საკმაოდ რთული ჩაწოდებული იყო ეს ნავალოვსკი, მაგრამ მიიღო მან ბურთი, თუმცა ატომ ვეღარ შეძლო თავით კარგად გადაეტანა ეს ბურთი გაცდა გვერდით ხას. 4-3 დაწინაურდნენ დემე და ლაშაგურული, ატო მიღებას ატო ბადესთან კარგად თამაშობს და ქულა წითლების არის. ხედავთ აგერ როგორი მონდომებულები არიან ჩვენი მოთამაშეები. ლაშა თამაშობს ბადესთან კარგად, ნავალოვსკი მიღებაზე, გადმოიტანა, დემე მიიღო ბურთი, პირდაპირ სადა ბურთის გადატანა, მაგრამ ბადეს გაარტყა და 5-4-ია ანგარიში. ატო და გიორგი დაწინაურდნენ. გიორგი ნავალოვსკი ამ შემთხვევაში, გიორგი დემეტრაძე და ლაშა გურული აგებენ 4-5, თუმცა მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ფინალი არის 15-მდე. და საკმაოდ ისეთი დიდი ამოხაჩვების იყო, თუნდაც ნახევარფინალი არის ამის დასრულება. ნავალოვსკი ჩაწოდება, დემე მიიღო, ლაშაგურული ისევ ბადესთან, ისევ ფეხით და აქ რა ხდება, მე მგონი ვერ შეახო ბურთს ფეხი, ვერ შეახო ბურთს ფეხი, პირდაპირ გადავიდა, რაც არ შეიძლება, მიმღება რომ პირდაპირ გადააგდოს ბურთი, აი ახლა აუცილებლად დემეს მერე გურულმა უნდა შეახოს ბურთს ფეხი ან თავი, რა თქმა უნდა, და სწორედ ამის გამო წითლებს ჩაეთვალათ წეგან ბურთი და აი ახლა ისევ და ისევ კიდევ ერთი ქულა მოიპოვეს და 7-4 ანგარიში, 3 ქული დაწინაურდნენ უკვე წითლები. ლაშა გურული კარგად თამაშობს ბადესთან თავით. ნავალოვსკი მიიღო, დემეტრაძე მიიღო და პირდაპირ ტატოსკენ გაუშვა ბურთი. ტატო ვეღარ მოახერხა ბურთის მოგერიება და 7-5. დემე აწვდის. ნავალოვსკი მიიღო. ტატო გრიგალაშვილი ბადესთან ზედმეტად ძლიერი გამოვიდა. ეს დარწმული და 7-6 ანგარიში ერთ ქულამდე შემცირდა სხვაობა. კარგად ვერ მიიღო ნავალოვსკი, მაგრამ მაინც მოახერხა დამუშავება და ტატობას გადაიტანა ბურთი. ისევ ნავალოვსკი თავით გადააქვს ამ შემთხვევაში სირვლიდან და დემეტრაძის დარწმული ლამაზად ცდილობდა აქ დემეტრაძე ბურთის ჩაგდებას. აგერ გამეორებით ნახავთ ახლა ამ მომენტს ცოტა ხანში. ნახავთ აი ბოლო დარტყმას, აქ ნავალა მიიღო, თავით გადააგდო. და ნუ კარგი დროც ჰქონდა გიორგი დემეტრაძის დასაბუშავებლად, მიიღო ორი შეხება და აი აქ უკვე ვეღარ გადააგდო ბურთი. ამიტომ ქულა წლებისკენ წავიდა 8-6-ია ანგარიში. ნავალოვსკი ჩაწოდება, დემეტრაძე მიიღო, გადაიტანა ისევ ლაშაგურული თავით, ნავალოვსკი, ტატო და ტატოს დარტყმის შემდეგ ჩავარდაო როგორც იწმულებიან წითლები. მე არ მგონია გიორგი დემეტრაძე ადვილად დათანხმდეს ამას, იმიტომ რომ ყველა საკამათო მომენტში მახსოვს გიორგი დემეტრაძის ხასიათი, რომ ასე ადვილად არ ნებდებოდა ხოლმე. მაგრამ აი ახლა გაირკვევა ალბათ საჯემა დააფიქსირეს წითლების ქულა დააფიქსირეს, კი ბატონო, ჩავარდნილია ბურთი როგორ ჩანს, მაგრამ მაინც ვარზე, გადამოწმდება ვარზე ეს მომენტი და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ. გახდება ანგარიში 9-6 თუ 8-7. აგერ ხედავთ, გამოჩნდება ახლა ეს დარტყმული და შენელებული კადრებზე ჩანს, რომ მე მგონი ხაზი იყო და მე მგონი ჩაეთვლება წითლებს ეს ქულა. აი ტატოს დარტყმული, მიფრინავს შორეულ კუთხეში. გადავიდა, არ ვიცი, ნახოთ, გაგოწყვიან საჯები. არა, ჩაითვალა, ხაზზე იყო ბურთი და 9-6 ანგარიში. კვლავ წითლების ჩაწოდებაზე დემე მიიღო და ისევ ლაშაგურული ბადესთან, აქ უკვე ნავალოვსკი იღებს ბურთს, გადმოაქვს თავით კარგად, ისევ დემე პირდაპირ აგდებს. ტატო და სიღრმეში კარგად დაარტყა ახლა გიორგი დემეტრაძემ, ისე რომ ვეღარ მოახერხა ტატო გრიგალაშვილმა ბურთის ამოტანა. ამხრევებს მას თანაგუნდელი გიორგი ნავალოვსკი და 9-7 ანგარიში წითლების სასარგებლოდ აწვდის დემეტრაძე. ნავალოვსკი მიღებაზე, ტატო თავით კარგად გადააქვს, მაგრამ კარგად დაუხვდა ამას ლაშაგურული და მიუსწრო დემეტრაძემ ბადესთან ბურთს და ვნახოთ, და კიდევ მიუსწრო, მეორედაც მიუსწრო. წყინვალეთ ითამაშა გიორგი დემეტრაძემ ამ გათამაშებაში.
ძალიან კარგი თამაში, აი ნახოთ ახლა გამეორებაზე, ანუ ნავალას მიიღება. აქ ტატო გრიგალაშვილს კარგად გადააქვს თავით ბურთი. და ხედავთ აგერ გიორგი დემეტრაძის თავგანწირული გარბენი ბადესთან. ერთი და აქ ნახეთ აღარ ეხებიან წითლები ბურთს, ბადის იქით ჩავარდა, მაგრამ მზად აღმოჩნდა ამისთვის გიორგი დემეტრაძე და ძალიან კარგად გამოიტანა. ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა ამ კარგი გათამაშებით დემემ და 9-8 არის ანგარიში. ატო თავით და აქ უკვე ვეღარ მოახერხა ბურთის დამუშავება და 9-9. ძალიან დაიძაბა შეხვედრა 9-9 არის ანგარიში მეგობრებო. და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ 15-მდეა თამაში, ტატო მიიღო. ბოდიში ნავალა მიიღო, ტატომ გადაიტანა ბურთი კარგად და 10-9 დაწინაურდნენ ისევ წითლები. ანუ ზედიზედ 3 ჩაგდებული ბურთის შემდეგ დემეს და ლაშაგურულის გულს აღარ გამოუვიდა ამ ბურთის მოგება. აქ ისევ ცოტა მოუხერხებლად ურტყავდა ლაშაგურული, სიტუაციაში მიუვიდა ბურთი და 11-9 არის ანგარიში, ორი ქულა სხვაობა. ნავალა აწვდის დემე მიიღებაზე, ლაშაგურული ნავალა მიიღო ისევ თავით კარგად თამაშობს და დემე ვეღარ ახერხებს ამ ბურთის ამოტანას და 12-9 სამი ბურთი წინ გავიდნენ წითლები, მაგრამ მოგეხსენებათ ეს არაფერს ნიშნავს ამ თამაშში, იმიტომ რომ წეღანაც იყო ასეთი მომენტი და სამი ქულა დაუკაშეს უცებ დემემ და ლაშამ. ნახოთ ახლა რა მოხდება 12-9 ანგარიში, დემე მიიღო. ლაშაგურული ფეხით თამაშობს ბადესთან, ტატო მიიღო კარგად და ნავალოვსკის კარგი თავური ბადესთან. კი შეეცადა დემეტრაძე ბურთის მოგერიებას, მაგრამ ზედმეტად ძლიერად მოვიდა და 13-9. ორი ქულა გააშორებს პირველ ჩემპიონობას ატოს და ნავალას. ნავალას ჩაწოდება დემე მიღებაზე. გადაიტანა ლაშამ, ისევ ნავალა, ლაშამ ისევ გადაიტანა ნავალოვსკის თავური და ამ შემთხვევაში უკვე ვეღარაფერი მოახერხა მათმა მეტოქემ და 14-9 ხუთმაგი მატჩბოლი აქვს წითლებს. ხუთმაგი ჩემპიონშიპ პოინტი. ძალიან დაძაბული ამბავია. ნახოთ რა იქნება ნავალოვსკის ჩაწოდება. გიორგი დემეტრაძე მიიღო, ლაშაგურული თავით გადაიტანა, ნავალოვსკი მიიღო, თავით დარტყმა, დემეტრაძე მიიღო ეს ბურთი, გადაიტანა და ბადესთან დახვდა თავით და ზუსტად დახვდა ნავალოვსკი. სიღრმეში დაურტყა ბურთი, დემეტრაძის დარტყმული კი აცდა უკვე კორს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ლიდერბოლის პირველ უნიკალურ ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვეს ტატო გრიგალაშვილმა და გიორგი ნავალოვსკიმ. ლაშაგურული და გიორგი დემეტრაძე გახდნენ მეორე ადგილის მფლობელები. გამეორებით ხედავთ ამ გადამწყვეტ გათამაშებას და თავით ნავალოვსკის ძალიან კარგ თამაშს ბადესთან და მერე უკვე დემეტრაძის დარტყმული იყო ზედმეტად ძლიერი და ამ ბურთის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეს წითლებმა. მიულოცოთ რა თქმა უნდა ნავალას და ტატო გრიგალაშვილს ამ ჩვენი ლიდერბოლის პირველი ისტორიული ლიდერბოლის ჩემპიონი. დასრულდა ლიდერბოლი 2025 მანდილად გამორჩეული, განსაკუთრებული, ყველაზე განსხვავებული პროექტი გიორგი ნავალოვსკის და ტატო გრიგალაშვილის გამარჯვებით. მოდი ჯერ მეორე ნახევარფინალისტებს გავესაუბროთ, ასე ვთქვათ, ვერცხლის მედლის მფლობელებს, მოდი ასე ვთქვათ, გიორგი დემეტრაძე და ლაშაგურული. პირველი თამაში მათ მოუგეთ, თუმცა ფინალში დამარცხდით, მაგრამ ძალიან მაგარი ტურნირი გამოვიდა, ხო? კი, ძალიან მაგარი ფინალი გამოვიდა, ერთ ჯგუფში ვიყავით და ორივე გუნდი გავედით ფინალში. სამწუხაროდ ფინალი წავაგეთ, ისები არიან, რომ ოქროს მედლები ჩამოვიდოთ ამ წელს. მე მგონია, რომ თქვენ იმდენად მოგეწონათ, რომ სამომავლოდ დაც მიიღებთ ამ პროექტებში მონაწილეობას, არა? შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მთავარია დრო იყოს და მშვენიერი პროექტი არის, ესე ვთქვათ, მივიღეთ სიამოვნება, გავერთეთ, რაც შეეხება მოგებას და წაგებას, როგორც იძახიან ძმები არიანო, პარტიტაც დადასტურდა, ჯერ ჩვენ მოუგეთ და შემდეგ მათ. ულოცავ ჩემპიონებს და კარგია რომ ესეთი ღონისძიება ჩატარდა და კიდევ თუ ჩატარდება, კარგი იქნება. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, ტატო, კიდევ ერთხელ გილოცავთ. კარგი მატჩი იყო, კარგი ფინალი გამოვიდა. თქვენ როგორ შევაფასებდით? პირველი თამაში ჯგუფში ვითამაში და წავაგეთ და გვინდოდა რომ რევანში ყოფილიყო და მოგვეგო და მოვიგეთ. კაი თამაში გამოვიდა და რა ვიცი, ალბათ ხალხმაც ისიამოვნა. კი, ნამდვილად მაყურებლის პოზიციიდან მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგი საყურებელი იყო, როგორც მაყურებლისთვის, გულშემატკივრისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის და ტატო, მე მგონი მეწყვილეში თან ძალიან გაგიმართლა, მაგრამ შენ მეწყვილესაც ძალიან გაუმართლა შენში და კარგი დუეტი ხართ და რა ვიცი, მე მგონი სამომავლოდაც ვარჯიშებსაც გავაგრძელებთ ხოლმე, რომ კიდევ უფრო კარგად შევთამაშოთ. როგორ შევაფასებ ამ ტურნირს? ეს პროექტი და ეს ტურნირი ძალიან კარგი იყო.
თან მიხარია რომ ესეთ ლეგენდებთან და ესეთ ჩემპიონებთან მომიწია მე თამაში და მათთან ასპარეზობა. მიხარია რომ გავხდით მე და ჩემი გუნდი ჩემპიონი, რა თქმა უნდა მე გამიმართლა ძალიან რომ ესეთი გუნდის წევრი შემხვდა და ალბათ თამაშის ბედიც მან გადაწყვიტა. ჩვენ გაგვიმართლა და ჩვენთვის ძალიან საამაყო ესეთ ხალხთან ერთად რომ ეწყვილე მყავდა მით უმეტეს და მთლიანად ვინც ამ ტურნირში იღებდა მონაწილეობას. კი, ნამდვილად, ამიტომ არის გამორჩეული პროექტი, რომელიც მსგავსი აქამდეც არ ყოფილა და მოდი გადავიდეთ დასკვნით ეტაპზე. ლიდერბოლი 20-25 დასასრულს მიუახლოვდა. მინდა თითოეულ თქვენთანგანს მიულოცო, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ თავბრუდამხვევის სანახაობა, ყველაზე განსხვავებული სპორტული პროექტი, რაც კი ოდესმე გვინახავს. ლიდერბოლმა ერთ სივრცეში მოუყარა თავი ჩვენი ქვეყნის რჩეულ სპორტსმენებს, რჩეულ ადამიანებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ჩვენი ქვეყნის სახელი მთელ მსოფლიოს გააცნეს. განსაკუთრებული ეტაპით დადგა, ეს არის ტურნირის დასკვნითი ნაწილი. შეგახსენებთ, რომ ლიდერბოლის ტურნირი წესს პირველად ჩატარდა და მისი საპრიზო ფონდია 50,000 ლარი. ტურნირის გამარჯვებულებს ჯილდოს გადასცემს Sports Production Studios ხელმძღვანელი გოჩა თანდარაშვილი. ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ჩემთვის მთელი ცხოვრება ოცნება იყო ამ ადამიანებთან ერთად ნაკრებში ბურთი გამეგორებინა, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხერხდა და ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს ადამიანები ჩემთან ერთად არიან და რაც შეეხება მოქმედ სპორტსმენებს, ამ ადამიანების თითოეული გამარჯვებით კარგად იცის ალბათ ბევრმა როგორ ხარობ და ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მობრძანდით და დღეს ჩვენთან ერთად ამ დიდებული დღესასწაულის რაღაც ახალის შექმნის მონაწილენი იყავით. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადო ლიდერბეთს, რომელიც არის ჩვენი ამ პროექტის წარმდგენი და სულის ჩამდგმელი და რა თქმა უნდა Sports Production Studios თითოეულ წევრს, განსაკუთრებით გიორგი კვარაცხელიას, ჩვენს პროდიუსერს, რომლის დამსახურებაც არის დღევანდელი საღამო. დიდი მადლობა აჩის იდეის ავტორს, კვარასთან ერთად იდეის ავტორს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ყველაფერს. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, რა თქმა უნდა აქ მოსურსტუბრებსაც და მათაც, ვინც გვიყურებს ახლა ინტერნეტის საშუალებით. რაც შეეხება ჩვენს საპრიზო ფონდს, როგორც იცით, არის 50,000 ლარი საპრიზო ფონდი და ამის გარდა რა თქმა უნდა გვაქვს სამახსოვრო ჯილდოები და პირველ რიგში დავაჯილდოოთ ის გუნდები, რომლებიც ჯგუფიდან ვერ გავიდნენ. მე მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა გუნდს ერგება ფულადი პრიზით. მაშასე აჩი არველაძე და ლევან საკინაშვილი. აი ესეთი მშვენიერი ლიდერბოლის გამოსახულებიანი ბრინჯაოს მედლები. გივი მაჭარაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი. ჩვენი ნახევარფინალისტები გურამ თუშიშვილი და გიორგი კინკლაძე. გურამს მივცეთ კინკლაძის ისიც სამწუხაროდ ცოტა ადრე გავიდა. შემდეგი დავით ქირია, რეზი არველაძე. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან კარგი თამაშისთვის, იმ თამაშისთვის, რასაც ჩვენეთ თქვენ. ეს იყო პირველი, რა თქმა უნდა და ძალიან მაგარი სანახაობა შემოგთავაზეთ და გადავდივართ ფინალისტებზე. მაშასე ფინალისტები, რომლებიც მიიღებენ ჩვენს ვერცხლის მედლებს და 15,000 ლარს, ლიდერბეთისგან ლაშა გურული და გიორგი დემეტრაძე. მე გამომრჩა მე თქვა რომ ნახევარფინალისტების 5,000 ლარი თითო გუნდს ასევე ერგება და ჯგუფში დარჩენილებსაც. და ბოლოს ლიდერბოლი 20-25-ის ჩემპიონი გუნდი დატო გრიგალაშვილი და გიორგი ნავალოვსკი. თუ შეიძლება მოგეხმარები.
მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ თითოეულ სპორტსმენს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში, თითოეულ მაყურებელს, მონდომებისათვის, განსაკუთრებული სანახაობის ჯგუფებისათვის, დაუვიწყარი ემოციებისათვის. ლიდერბოლი 2025 ამით დასრულებულია!